დავიწყოთ ანანო? დავიწყოთ მარიამ. 5 წლის წინ ანანოს დღევანდელი დღისთვის რომ შეიხედა, რა სიტყოდა? 5 წლის წინ ანანოს პირველად გავუსვა იგივეა, რომ ცოტა რეალური იქნებოდა ასეთ სივრცეში თავისი ბავშვობის ოცნებების ასრულება. გამარჯობა მარიამ. გამარჯობა ანანო. მოგვიყევი როგორი ბავშვი იყო მარიამი? მარიამი იყო მეოცნებე, აქტიური, ცელქი და მოსიყვარულე ბავშვი. გავს თუ არა 27 წლის ანანო თავის ბავშვობას? 27 წლის ანანო ზუსტად ისეთია, როგორიც იყო ბავშვობაში. გონია, რომ ყველაფერი, რაც წარმოუდგენია, შესაძლებელია. რას იფიქრებდა 5 წლის წინ მარიამს დღევანდელი დღისთვის რომ შეეხედა? იდეაში მარიამს არ წარმოედგინა, იმიტომ რომ სულ სხვა რაღაცებს გეგმავდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც იამაყებდა, იმიტომ რომ ბევრი სირთულეები გადაიარა ამ წლების განმავლობაში. რაზე ვისაუბრებთ ამ პოდკასტში? ამ პოდკასტში ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც მეხება მე და გეხება შენ. რატომ უნდა გუყურონ ჩვენ პოდკასტს დღეიდან? იმიტომ რომ აქ იქნება ყველაზე მხარდამჭერი გარემო, სადაც ყველაზე საინტერესო ინფორმაციები დაგხვდებათ ყოველთვის და ბევრს ვიჭორავებთ. აბა რა ვშვებით ვიწყებთ? ვიწყებთ. დავიწყოთ. დავიწყოთ.